მოგესალმებით მეგობრებო, როგორც იქნა მიზანი მიღწეულია, შედგა ჩემი YouTube არხისა და ვიდეო პოდკასტის პროექტი AI Pulse Georgia. ჩვენ შევქმნით სივრცე, სადაც ვისაუბრებთ ტექნოლოგიურ ინოვაციებზე, კერძოდ კი ხელოვნური ინტელექტის შესახებ, ყველაზე მარტივი და გასაგები ენით, ყველანაირი ტექნოლოგიური ჟარგონების გარეშე. სანამ ჩვენ სტუმართან გადავიდოდეთ, მინდა რომ ჩემი თავი წარმოგიდგინოთ ორიოდე სიტყვით, მე ვარ თორნიკე. ბევრი თქვენგანი მიცნობთ LinkedIn-დან, ზოგიერთი თქვენგანი კი საჯარო ლექციებიდან ხელოვნური ინტელექტის შესახებ. მინდა მოკლედ აგიხსნათ, რატომ გადავწყვიტე პოდკასტი ამ თემატიკაზე და რატომ გადავწყვიტე საერთოდ კომუნიკაციის ეს ფორმა თქვენთან პოდკასტს გულისხმობ. ჩემი ინტერესის სფეროს წარმოადგენს ტექნოლოგიების ინტეგრირება სამუშაო პროცესებში და მის მიერ გამოწვეული ოპტიმიზაციები. ალბათ ყველა თქვენგანი დამეთანხმებით, რომ ამ მხრივ სერიოზული პრობლემა გვაქვს კომპანიებში ჩვენ გარშემო, რადგანაც ხშირ შემთხვევაში ტექნოლოგიების განვითარება ბევრად უფრო წინ უსწრებს რეალურად სამუშაო პროცესებში არსებულ სიტუაციას, რადგანაც მანუალური შრომა ჯერ კიდევ ბევრგან არის სამუშაო პროცესში, მაშინ როცა ამის ავტომატიზაციის გადაწყვეტილებები უკვე არსებობს და ჩვენ ხელთ არის. მეორე მხრივ ალბათ ამაშიც ყველანი დამეთანხმებით, რომ სერიოზული დისკომუნიკაციაა ზოგჯერ ტექნიკური განათლებისა და გამოცდილების მქონე და არ მქონე პროფესიონალებს შორის და ხდება ისე ჩვენ გარშემო, რომ ზოგჯერ ტექნოლოგიები იქცევა ხოლმე მცირე წრის ექსკლუზივად და რაღაცნაირად მხოლოდ გარკვეული ადამიანების ჯგუფები საუბრობენ ამაზე და ვერ ვრცელდება ფართო პრაქტიკაში. ამ რთულ კონტექსტში გამოჩნდა ხელოვნური ინტელექტი, რომელმაც პროცესებისა და ტექნოლოგიების გამარტივება გამოიწვია და დემოკრატიზაცია გარკვეულწილად. ამან კი შექმნა პრეცედენტი, რომ ტექნოლოგია იქცა ყველასთვის ხელმისაწვდომი და ამიტომაც ხდება ის სიგიჟე, რასაც ახლა ვადევნებ ჩვენ თვალს ხელოვნური ინტელექტთან დაკავშირებით და ჩვენი პოდკასტის იდეაც აქედან დაიბადა, რომ ამ პროცესს ყველანაირად ავყვეთ და ხელი შეუწყოთ ხელოვნური ინტელექტის გავრცელებას ყველგან და ყველასთვის აბსოლუტურად მის გამარტივი ფორმით გადმოცემას და მის პრაქტიკაში დანერგვის, ასე ვთქვათ, ხელშეწყობას ყველასთვის. რატომ ვარჩიე კომუნიკაციის ეს ფორმა თქვენთან? ჩემი აზრით, ვიდეო პოდკასტი იძლევა სრულ თავისუფლებას და მოქნილობას, ასე ვთქვათ, რომ მოკლე დროში მარტივად და ყველაზე გასაგები ფორმით გადმოგცეთ მნიშვნელოვანი მომენტები თემასთან დაკავშირებით და ყველაზე პრაქტიკული რჩევები გადმოგცეთ. ეს არ იქნება ტრადიციული პოდკასტი, რადგან შერეული იქნება ვებინარის გარკვეული ელემენტები. ყოველ კვირას შეგიძლიათ დაელოდოთ ჩვენს ეპიზოდს. გვეყოლება ძალიან საინტერესო სტუმრები სხვადასხვა სფეროდან, ვეცდებით ყველანაირად რომ არ მოვიცვათ მხოლოდ ერთი სფერო და გადავწყვეტ მენეჯმენტიდან დაწყებული, ჯანდაცვით გაგრძელებული და ფინანსებით დამთავრებული ყველა სფეროს. ყველა სფეროში განვიხილოთ ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციის კონკრეტული მაგალითები. ძალიან ბევრი იდეა მაქვს ამ პოდკასტში, რისი ინტეგრირება შეიძლება და რისი გამოჯობესება შეიძლება. ამ ეტაპზე ვპირდებით, რომ ჩემი თითოეული ეპიზოდი იქნება ბევრად უფრო მაღალი ხარისხის, ვიდრე წინა ეპიზოდი და თქვენთან მექნება მხოლოდ ორი თხოვნა, ერთი რომ უბრალოდ გამოიწეროთ ჩემი არხი და დაელოდოთ ყოველ კვირას ეპიზოდს და მეორე დამიტოვოთ შეფასებები და გამიზიაროთ თქვენი იდეები, აზრები, სურვილები, რა შეიძლება გაუმჯობესდეს, რა ინტერესები გაქვთ, რაზე შეიძლება იყოს შემდგომი ეპიზოდი და ასე შემდეგ. ახლა კი დროა გადავიდეთ ჩვენს პირველი ეპიზოდის პირველ სტუმართან, ანი ჯანელიძე, ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის თანათავმჯდომარე და თანადამფუძნებელი, AI კონსულტანტი და პრაქტიკოსი. ჩემი აზრით ძალიან გამოცდილი ამ სფეროში და დანარჩენს თქვენ თვითონ მიხვდებით. თემა შეეხება პირველი ეპიზოდის თემას, ალბათ მიხვდებოდით, შეეხება ზოგადად ხელოვნური ინტელექტს, მის მოკლე ისტორიულ რაკურსს, მისი გამოყენების უშუალო მაგალითებს სხვადასხვა მიმართულებით. მოგესალმები, ანი, კიდევ ერთხელ ძალიან დიდ მადლობას გიხდი ჩემთან სტუმრობისთვის. პირველი ეპიზოდი, პირველი სტუმარი, ბევრს ნიშნავს ჩემთვის. ძალიან დიდ მადლობას გიხდი, შეგიძლიათ დაიწყო. მაყურებლისთვის ვიტყვი, რომ ეს არ იქნება ტრადიციული კითხვა-პასუხის რეჟიმი, ვეცდები ნაკლებად გაგაწყვეტინოთ, თუმცა შეგადაში ჩაგეჭრები, ასე ვთქვათ და გარკვეულ საკითხებს მე შემოვიტან. გისმენთ ყურადღებით. მადლობა კიდევ ერთხელ. მადლობა ამ მოწვევისთვის. პირიქით.
სხვათა შორის აი ხელოვნური ინტელექტს როცა ვახსენებთ, ყოველთვის გონიათ, რომ საკმაოდ ახალი სფერო არის, იმიტომ რომ ბოლო პერიოდში გახდა ასე ვთქვათ პოპულარული. რეალურად პირველი ნაბიჯები ამ სფეროში გადაიდგა 1950 წელს დაახლოებით. 50 წელს ალან ტურინგის მიერ დასმული კითხვა, რომ შეუძლიათ თუ არა მანქანებს ფიქრი, აქედან გამომდინარე რაღაც კონფერენციები იყო ჩატარებული და 56 წელს პირველად ახსენეს კონფერენციაზე ხელოვნური ინტელექტი, ასე ვთქვათ, როგორც ცალკე დარგი და ცალკე ფრაზა. თავიდან რა თქმა უნდა ძალიან დიდი რაღაცა ახტაცება გამოიწვია ამ ყველაფერმა, თუმცა სამწუხაროდ სადღაც 70-იანებიდან 90-იანებამდე საერთოდ გაჩერდა ხელოვნური ინტელექტის წინსვლა, იმ მხრივ რომ ვერ მოიფიქრეს როგორ უნდა განავითარებინათ, დაფინანსება არ ჰქონდათ საკმარისი და მოკლედ ცოტა ასე ვთქვათ ჩაკვდა ეს თემა მეცნიერებში. გაიყინა ასე ვთქვათ. კი, ზამთარს ეძახიან ხელოვნური ინტელექტის ზამთარს პერიოდს. და ანუ 90-იანებიდან 2000-იანების დასაწყისიდან უკვე 2010 წლამდე ძალიან ასე ვთქვათ ინტენსიურად ხდებოდა უკვე დაფინანსებებიც გაიხსნა, უფრო რაღაცა ტექნოლოგიებიც რა თქმა უნდა თავის მხრივ წინ წავიდა ხელოვნურ ინტელექტს რომ თავი დავანებოთ, რაღაც გამოთვლითი ძალები თვითონ კომპიუტერის პროცესორები ასე შემდეგ ხო განვითარდა შედარებით და ასე ვთქვათ, უფრო დაიწყო განვითარება ხელოვნურმა ინტელექტმა. 2010 წლიდან უკვე პიკი დაიწყო, ასე ვთქვათ, საიდანაც უკვე იმდენად განვითარდა, რომ მივედით გენერაციულ ხელოვნურ ინტელექტამდე. თუმცა, სანამ აქამდე მივიდოდით და გენერაციულ ხელოვნურ ინტელექტში გულისხმობა ChatGPT, მაგალითად, მსმენელმაც რომ მარტივად აღიქვას რაზე ვსაუბრობთ, იქამდე უფრო კლასიკური გამოყენების, ასე ვთქვათ, ხელოვნური ინტელექტი გვხვდებოდა. კლასიკური გამოყენების იყო, მაგალითად, ნებისმიერი ისეთი, ასე ვთქვათ, ალგორითმი, რასაც შეეძლო რამის პროგნოზირება, მაგალითად, ძველ მონაცემებზე დაყრდნობით. უმეტესად იყენებდნენ ხოლმე აი stock market-ში ძველი მონაცემების დაყრდნობით, როგორც იცვლებოდა ძველი მონაცემები, იმის პროგნოზირება მომავალ რაღაც 1 წელიწადში როგორ შეიცვლებოდა მონაცემები. ძალიან ხშირად გამოიყენებდნენ სახლის ფასების, ასე ვთქვათ, საწინასწარმეტყველოდ, ასევე ძველ მონაცემებზე დაყრდნობით და ძალიან ასე ვთქვათ მარტივი პირველი მაგალითები გაჩნდა e-commerce-შიც, მაგალითად დღემდე არსებობს ესეთი მარტივი გამოყენების ფორმები კლასიკური ხელოვნური ინტელექტის, რა თქმა უნდა. ერთ-ერთი პირველი იყო, მაგალითად, როცა online shopping-ი გახდა პოპულარული თავიდან, როცა შევდიოდით მაგალითად ვებსაიტზე online shopping-ის და გვინდოდა აი მაისურის შერჩევა, უკვე აი გადახდას რომ უნდა დავაჭიროთ, ამოაგდებდა ხოლმე რომ აი ამ მაისურს ძალიან მოუხდებოდა მაგალითად შარვალი, აი ეს კონკრეტული და ხო არ იყიდით. ეს არის ასე ვთქვათ სარეკომენდაციო სისტემა, ერთ-ერთი კლასიკური გამოყენების მეთოდი, რაც საკმაოდ პოპულარული იყო და არის დღემდე, ასე ვთქვათ, გაყიდვებში, retail-ში და ასე შემდეგ. ასევე კლასიფიკაცია იყო ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი და არის კლასიკური გაგების ხელოვნური ინტელექტის. კლასიფიკაციის ამოცანები იყო უბრალოდ დაჯგუფება რაღაცა კონკრეტული ობიექტების, მაგალითად, ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია გაარჩიოს ეს რაღაცა სურათზე გამოსახული არის ძაღლი თუ კატა, ანუ ორ რაღაცა შორის არჩევანი, რაღაცა კლასიფიკაცია, ასე ვთქვათ, რომელიც გამოიყენებოდა, ვთქვათ, აი მაგალითად მომხმარებლების მონაცემების კლასიფიკაციაში, ნებისმიერი სტატისტიკური მონაცემების ანალიზისთვის, ასე ვთქვათ. აქედან უკვე იმდენი ცოდნა დაუგროვდა ხელოვნურ ინტელექტს და იმდენი მონაცემები, რომ რაღაცა საბაზისო ცოდნა შეიქმნა, რაც აბსოლუტურად ყველა, ასე ვთქვათ, ალგორითმს შეეძლო რომ გამოიყენებინა. პლუს ამას სოციქსელებით ძალიან განვითარდა უკვე 2000-იანი წლებიდან და ამანაც დააგროვა ძალიან ბევრი მონაცემები და ანი გაგაწყვეტინებ ძალიან ჩემთვის ძალიან გასაკვირია და მე აღფრთოვანებული ვარ ამ ფაქტით, რომ მე-20 საუკუნეში ჯერ კიდევ როცა კომპიუტერი არ იყო სრულად გაკეთებული და რაღაცა ავტომატიზაციის ინსტრუმენტებზე მუშაობდნენ, იყვნენ ადამიანები, რომლებიც უფრო წინ იხედებოდნენ 20-30-იან წლებში, ვთქვათ ასე, და ხელოვნურ ინტელექტზე ფიქრობდნენ, როცა ჯერ კიდევ კომპიუტერის თემა არ იყო დასრულებული. აი ეს ხდება ხშირად, რომ რაღაცა ადამიანების გარკვეული ჯგუფი მუშაობს რაღაცა თანამედროვე ინსტრუმენტზე, მაგრამ არიან ადამიანების ჯგუფი, რომლებიც კიდევ უფრო წინ იყურებიან
თუმცა მათი სიტუაცია ზოგჯერ ყონდება ხოლმე, როგორც ხელოვნური ინტელექტის შემთხვევაში მოხდა და შემდეგ უკვე ვითარდება ხოლმე და ჩემთვის ძალიან გასაკვირი იყო მეც რომ ეს ისტორიული რაკურსი მიმოვიხილე, იმიტომ რომ ბევრ ადამიანს გონია რომ 20-22 წელს დაიბადა ხელოვნური ინტელექტი და სინამდვილეში ესე არ არის, მაგამდეც არსებობდა და ძალიან მძლავრად იყო წარმოდგენილი. კი, უბრალოდ ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი ნაკლებად იყო. შესაბამისად, ამიტომ არის იმის ილუზია, რომ აი ეხლა ხანს დაიწყო, ასე ვთქვათ, განვითარება. რეალურად ამ კლასიფიკაციის და პროგნოზირების ხელსაწყოებს იყენებდნენ უმეტესად დიდი კომპანიები, ან შიგნით თვითონ კომპანიაში, ან თავიანთ პროდუქტში. მაგალითად, აი Toshiba გეცოდინებათ საკმაოდ დიდი კომპანია არის. Toshiba იყენებდა ძალიან დიდი ხანი ხელოვნური ინტელექტის მოდელებს. ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ იმის გარდა რომ არის ეს პროგნოზირების და კლასიფიკაციის ამოცანები კლასიკურ ხელოვნურ ინტელექტში, ასევე არის ტექსტის და სურათის აღქმის ამოცანები. ორ ნაწილად იყოფოდა computer vision-ს ეძახიან სურათის ან ვიზუალური აღქმა, როცა შეეძლო ხელოვნურ ინტელექტს რამის და NLP ენის ბუნებრივი ენის დამუშავება, როცა შეეძლო. ორივე ისევ კლასიკური გაგების, ვთქვათ, ამოცანები იყო. ბუნებრივი ენის დამუშავებას იყენებდნენ ჩატბოტებში, ან ძალიან მარტივი ჩატბოტები, რაც იყო ადრე, რომ შეეძლო, ასე ვთქვათ, დაზეპირებული პასუხები გაეცა ჩვენთვის რაღაცა კონკრეტული სიტყვების და კონტექსტის დაჭერით. მარტივი ავტომატიზაცია. კი, აი, რაც ნებისმიერი აი Facebook online მაღაზიას, რაც ჰქონდა ადრე, ან ბანკებს ჰქონდათ საკმაოდ, ვთქვათ, განვითარებული. და მეორე იყო, როგორც ვახსენეთ, ეს ვიზუალური აღქმა მონაცემების. Toshiba როცა ვახსენე, Toshiba იყენებდა ძალიან ბევრი წელი ამ ვიზუალური აღქმის, ასე ვთქვათ, მოდელებს. ამას ჩვენ ვერ ვხედავდით, იმიტომ რომ უშუალოდ ჩვენ არ გვეხებოდა, მაგრამ შიგნით კომპანიაში რაც საკეთებდნენ იყო ის, რომ გარდა იმისა, რომ აი მაცივრებს ამზადებდნენ და ასე შემდეგ, ასევე ჰქონდათ კიოსკები სუპერმარკეტებისთვის, აი ჩვენით როცა ვასკანირებთ რაღაცებს, აი Goodwill-ში, Carrefour-ში, თითქმის უკვე ყველგან დაიმატა ეს self-checkout კიოსკები. რა თქმა უნდა, ძალიან რთული იყო იმის გაკონტროლება, ვინ რას ასკანერებდა იქ და ნუ 27-ზე დაცვა ესე ჩასაფრებული ვერ იქნებოდა. ამ ყველაფერს განსაკუთრებით ამერიკაზე გვაქვს ლაპარაკი, ისეთი დიდი სუპერმარკეტები, როგორც არის Walmart-ი და Target-ი მაგალითად. და მოკლედ გადაწყვიტეს, რომ ბაზარზე რაღაც გაეზარდათ თავიანთი აი ამ კიოსკების კონკურენცია და ჩააშენეს ამ კიოსკში live რეჟიმში აღქმის, ასე ვთქვათ, მოდელი, რომელსაც ასწავლეს ვიზუალური აღქმით, როდის თაღლითობდა ადამიანი პროდუქტების გატარების დროს და როდის არ თაღლითობდა, ჩვეულებრივი, ასე ვთქვათ, კლასიფიკაციის ამოცანა იყო ესეც. თუმცა ამას დაჭირდა ძალიან ბევრი რესურსი, რა თქმა უნდა. ზოგადად ესეთ ამოცანებს ხა როგორ ხსნიან ხოლმე, მოდელმა არ იცის რა არის თაღლითობა ზოგადად, ხო? ჩვენ უნდა ვასწავლოთ, აი როგორ გამოიყურება ვიზუალურად თაღლითობა. ამიტომ ძალიან ბევრი, ასე ვთქვათ, ვიდეო ჩანაწერი ჰქონდათ სუპერმარკეტების რაღაცა CCTV კამერების ამოღებული და იქ რაღაცნაირად უნდა მიაწერო ამ ვიდეოებს, რომ აი ეს თაღლითობა არის აი ამ მომენტში 2 წუთზე და დანარჩენი ხა ესენი არ არის თაღლითობა და ესე ნელ-ნელა რაღაცა პატერნებს პოულობს. ტრენინგდება მოდელი, ასე ვთქვათ. სწავლობს როგორ გამოიყურება, ასე ვთქვათ, თაღლითობა. და ეს რომ ჩააშენეს ამ თავიანთ კიოსკებში, რა თქმა უნდა, ბაზარზე ძალიან გაიზარდა მათი კონკურენცია, იმიტომ რომ დამატებით ეს ფუნქცია ჰქონდათ. 3 მილიონზე მეტი ზარალი აინაზღაურა რაღაც Walmart-მა და Target-მა ამ რაღაცა ერთი მოდელის საშუალებით, თუმცა მერე ამ თაღლითებმა ნელ-ნელა უკვე, ასე ვთქვათ, მიხვდნენ, როგორ მუშაობდა მოდელი და სხვანაირი თაღლითობის მეთოდები, ასე ვთქვათ, შეიმუშავეს, რადგან თავიდან მოუწიათ და ტრენინგება მოდელის Toshiba-ს, იმიტომ რომ რაღაცა ახალი ვერსია გაჩნდა ამ თაღლითობის, რაც საკმაოდ ხშირად ხდება ხოლმე ზოგადად კლასიკური გაგების ხელოვნურ ინტელექტში, იმიტომ რომ აი რაღაცა კონკრეტულ მონაცემებზე არის დატრენინგებული. მაგალითად, რაც კი რამე მოდელი იყო ჯანმრთელობის სფეროსთან დაკავშირებული 20 წლის მერე აბსოლუტურად ყველას შეცვლა მოგვიწია, იმიტომ რომ კორონას მონაცემები აქამდე არ გვქონდა და ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ამ მონაცემებმა ზოგადად მონაცემებზე ჯანმრთელობის სფეროში. შესაბამისად ესეთი რაღაცები ხდება კლასიკური გაგების მოდელებში.
რასაც ვერ ვიტყვი გენერაციულ მოდელებზე. გენერაციული მოდელები შეიქმნა ამ საერთო რაღაცა ცოდნით, თუმცა მარტო ამ საერთო ცოდნას არ ეყრდნობა. რაც კი რამე ინფორმაცია გვაქვს ხელმისაწვდომი ინტერნეტში, უმეტესობა ასე ვთქვათ წყარო არის, რა თქმა უნდა, საძიებო სისტემები Google, მაგალითად, ასევე სოციალური ქსელები, ნებისმიერ სოციალური ქსელი Facebook-ი, Instagram-ი, Twitter-ი, Reddit-ი, ყველაფრიდან იღებს მოკლედ ინფორმაციას. ახლა ChatGPT-საც უნდა OpenAI-საც უნდა რომ შექმნას თავისი სოციალური ქსელი, რომ წამოიღოს რაც შეიძლება ბევრი მონაცემი იქიდან, იმიტომ რომ დიდი მოდელი, Grok-ი, Elon Musk-ის მოდელი X-თან არის დაკავშირებული და იქიდან მოაქვს მთელი მონაცემები. ძველ Twitter-თან. ხო და მოკლედ ესე ნელ-ნელა შეიქმნა ეს გენერაციული ხელოვნური ინტელექტი. მე არ ვიცახ იმას, რომ ეს გენერაციული ხელოვნური ინტელექტი იმ ამოცანებს ვერ გადამიწყვეტავს კლასიკური მოდელები, რასაც მიწყვეტდნენ. კი, რა თქმა უნდა, იმას წაკეთებს უბრალოდ. დღემდე იმიტომ გამოიყენება კლასიკური გაგების პროგნოზირების და ასე ვთქვათ კლასიფიკაციის მოდელები, იმიტომ რომ ერთ კონკრეტულ რაღაცაზე არიან ასე ვთქვათ დატრენინგებულები და უფრო სწრაფად აკეთებენ ამას. იქიდან გამომდინარე, რომ აი ChatGPT-მ შეიძლება იგივე გამიკეთოს, მაგრამ იმხელა მონაცემების ბაზა აქვს, რომ რაღაცა შეიძლება შეეშალოს და ზუსტად აი ამ ერთი კონკრეტული მიმართულებით ვერ წავიდეს. ამიტომ ხანდახან უფრო იაფი არის ხოლმე და უფრო სწრაფი კონკრეტულ შემთხვევებში ამ ძველი მოდელების გამოყენება. თუ კლასიფიკაციაზე და პროგნოზირებაზე გვაქვს საუბარი. თუმცა აი ბუნებრივი ენის დამუშავება საერთოდ ჩაძირა გენერაციულმა ხელოვნურმა ინტელექტმა, იმიტომ რომ ანუ conversational საუბრის რაღაც სხვა დონეზე გადავიდა ხელოვნური ინტელექტი, როცა არა მხოლოდ დაზეპირებულ პასუხებს მეუნება, არამედ უკვე რაღაცა ცოტა ფიქრის უნარიც გააჩნია, გააზრების. კომუნიკაციაში შემოდის. ჩემი აზრით, საერთოდ აი ძალიან კარგად ახსენეთ თქვენ, ანუ ხელოვნური ინტელექტის ასეთი ტრენდულობა და ასე ვთქვათ ეს სიგიჟე გამოიწვია ზუსტად მაგან, რომ პროტოტიპი შეიქმნა 20-22 წელს, ანუ მარტივად აღქმადი და მარტივად კომუნიცირებადი იყო უკვე ადამიანისთვის და აი ადამიანები რო უკვე კომუნიკაციაში შედიან რაღაცასთან თუ რაც ტექნოლოგიასთან ის უკვე იწევს ამ ასე ვთქვათ ფართოდ გავრცელებას და აი მაგიტომ მოხდა, იმიტომ რომ საკვირველია ხო, როგორც თქვენ აღნიშნეთ 20-22 წლამდეც ძალიან ბევრი რაღაცა იყო გაკეთებული, მაგრამ თითქოს დაიჩრდილა იქ პერიოდი, რომ თითქოს არაფერი არ ხდებოდა მაგამდე და 20-22 წელს დაიწყო, როცა ეს სიმართლე არ არის და თვითონ ამ ფენომენმა გამოიწვია სავარაუდოდ ეს, რომ აი რაღაცა პროტოტიპი შეიქმნა, რაღაცა ინტერფეისი, სადაც უკვე წერთ და გველაპარაკება, გვესაუბრება ადამიანს ტექნოლოგია და აქედან იწყება ყველაფერი. ასევე ისიც რომ ეს მოდელი იყო ერთ-ერთი პირველი მოდელი, რაც ანუ ხალხისთვის იყო პირდაპირ ხელმისაწვდომი და იყო უფასო. როგორც ვახსენეთ, აი ეს ძველი გაგების ასე ვთქვათ მოდელები უმეტესად დიდი კომპანიები თვითონ აშენებდნენ ამ მოდელებს და თვითონვე იყენებდნენ. ანუ ხალხთან ეს შეხება, ანუ მე როგორც მომხმარებელი აქედან ვერაფერს ვერ ვიღებდი ისეც. უფრო კომპანიაზე იყო გათვლილი და იქიდან გამომდინარე რომ აი ChatGPT რაც იყო რომ ეს ჩატის ინტერფეისი ქონდა და ყველას შეეძლო აქ რაღაცის კეთება, მათ შორის Midjourney, რომელიც ანუ კონკრეტულად სურათების გენერირებაში გამოიყენება, რომელიც ასევე უფასო იყო და ეხლაც არის Discord-ის სერვერზე შეგეძლოთ შესულიყავით და იქ დაგეწერათ რა სურათის გენერირება გინდათ და ეს უცებ ჩაგიგდებდათ. ეს ასეთმა მოდელებმა, ანუ ხალხისთვის რაც იყო ხელმისაწვდომი, ამან განაპირობა უფრო გაპოპულარულება ამ სფეროში. ChatGPT-ის მაგალითი რომ ავიღოთ მაგალითად ისევ, ანუ გენერაციული ხელოვნური ინტელექტი როცა შეიქმნა, იყო სხვადასხვა ტიპის. ერთი იყო აი მაგალითად Midjourney, რომელიც ანუ კონკრეტულად სურათებს ქმნიდა. მეორე იყო აი ChatGPT, რომელიც ანუ ვერბალურად გველაპარაკებოდა რაღაცებს. კიდევ რამდენიმე აპლიკაცია იყო, რომელიც ანუ ვიდეოებს აგენერირებდა და შემდეგ უკვე რაღაცნაირად ანუ ისე მოხდა, რომ ეს ამ კომპანიამ მიხვდნენ, რომ ესე ცალ-ცალკე არ ვარგა და რამენაირად უნდა გავაერთიანოთ, რომ ანუ ტექსტიც გამიკეთოს, სურათიც და ვიდეოც და ესე შეიქმნა მულტიმოდალური ხელოვნური ინტელექტის ალგორითმები, მულტიმოდალურს ვეძახეთ, იმიტომ რომ ანუ სახელიდან გამომდინარეც, ანუ ბევრ რაღაცას აკეთებს ერთად, ანუ ChatGPT-ს ამ შემთხვევაში შეუძლია სურათის გენერირებაც, ტექსტის აღქმას და ტექსტის გენერირებაც და ასე შემდეგ, ანუ ბევრ სხვადასხვა ვერტიკალს ეხება და კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის, რა თქმა უნდა, AI ხელსაწყოების გამოყენებას.
რეალურად ChatGPT რა თქმა უნდა ყველაზე გავრცელებული არის ბაზარზე, იმიტომ რომ ერთ-ერთი პირველი იყო, რომელსაც ასე თქვა, უფასო ვერსიაც გამოუშვა და უფრო ხელმისაწვდომი იყო. თუმცა არის კიდევ რამდენიმე მოდელი, რომელიც სხვათა შორის აი ChatGPT ადრე ვერ ლაპარაკობდა ქართულად საერთოდ. რაც არც არის გასაკვირი, იმიტომ რომ არ იყო OpenAI-ის პრიორიტეტებში ქართული ენის დამატება. ძალიან მცირე პატარა სეგმენტი არის. არც ისეთი მარტივი არის თან კონკრეტული ენა ასწავლო მოდელს თავისი გრამატიკული, ასე ვთქვათ, ნიუანსებით. განსაკუთრებით ქართული, რომელიც არის საკმაოდ რთული ენა გრამატიკულად და გვაქვს ძალიან ცოტა რესურსი ქართული ენის. მაგალითად, ჩვენს ასოციაციაში როცა ვცდილობდით, რომ რაღაცა განვევითარებინა ქართული ენის მოდელები, საკმაოდ ბევრ პრობლემას წავაწყდით და მათ შორის ყველაზე პირველი და მთავარი იყო რესურსების არარსებობა. რესურსებში ახლა რას გულისხმობთ? რა თქმა უნდა, მოდელს სჭირდება ტექსტი, იმისთვის რომ ისწავლოს, რაღაც ამოიღოს პატერნები ამ ტექსტიდან, რომ აიძენდება ესე ყალიბდება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. უბრალოდ არ გვაქვს ეს ტექსტი. ამ ტექსტში ჩვენ ვერ გამოვიყენებთ სოციალური მედიის პოსტებს, ჩვენ ვერ გამოვიყენებთ ვიკიპედიის სტატიებსაც, იმიტომ რომ ვიკიპედია ცოტა სხვა აკადემიური ენით არის დაწერილი, ვიდრე როგორც მე და თქვენ ვსაუბრობთ იმასთან შედარებით. ამიტომ ეს უნდა ყოფილიყო რეალურად მხატვრული ნაწარმოებები. რაზეც უნდა დაგვეტრენინგებინა მოდელი და საკმაოდ ასე ვთქვათ მკაცრი პოლიტიკა გვაქვს მხატვრული ნაწარმოებების გამოყენების, იმიტომ რომ იქ რაღაცა copyright-ი ადევს, შეგვეძლო მარტო ისეთი წიგნების გამოყენება, რომლის დაწერიდანაც თუ არ ვწდები 70 წელი იყო გასული, იმიტომ რომ 70 წლის მერე აღარ მოქმედებს ეს ავტორო უფლებები. 70 წლის წინ დაწერილი წიგნი ძალიან ძველი იყო ამ ყველაფრისთვის და იგივე ენაზე ვერ მოხერხდებოდა ამ ყველაფრის სწავლება და რეალურად მოკლედ არ გვაქვს რესურსები იმისთვის რომ ვასწავლოთ. ამიტომ რამდენიმე კონკრეტულმა სტარტაპმა დაიწყო გადმოთარგმნა ინგლისური ტექსტების ქართულად და შექმნეს ცალკე რაღაცა თარგმნის სათარჯიმნოს ვთქვათ მოდელი, რომელიც ავტომატურად თარგმნიდა ინგლისურ ტექსტს ქართულად და ამ ტექსტებს იყენებდნენ უკვე დასატრენინგებლად მოდელების, თუმცა როგორც ხვდებით, ახლა OpenAI მაგდანს არ გააკეთებდა ჩვენთვის. კი, მაგრამ საკმაოდ კარგად საუბრობს უკვე, განავითარა. თუმცა უკეთესი მოდელებიც არსებობს, კლოდი მაგალითად, ბევრად უკეთ საუბრობს ქართულად, ვიდრე ChatGPT. თან აი მაგალითად ChatGPT-ს რომ თხოვოთ, რომ აი სიტყვას რაღაცა გაურითმოს, ძალიან უჭირს. იმიტომ რომ აი რითმის და ასე ვთქვათ, აი ამ თავის მარცვლების აღქმა იმდენად არ აქვს, რომ ესე ცალკე გარითმოს რაღაცები. ან ეს ნიუანსები კიდევ არის. ახლა შეიძლება ვიღაცას ლექსის დასაწერად არ ჭირდებოდეს ChatGPT, რა თქმა უნდა, თუმცა მაინც ისე გამართულად, რა თქმა უნდა, ვერ საუბრობს როგორც ინგლისურად. მაყურებლისთვისაც რომ ვთქვათ, კლოდი ეს ანთროპიკის ეს მოდელი წერის მიმართულებით და კომუნიკაციის მიმართულებით ყველაზე ძლიერია ამ ეტაპზე და შეუძლიათ გამოიყენოს ყველას კლოდის 3.7 სონეტ მოდელი განთქმულია მოკლედ კომუნიკაციისა და წერის უნარებით და ამ მხრივ ყველაზე ძლიერია. ესეც გარკვეული თავისებურებაა, რომ იმდენად აი სიგიჟე ხდება და ასე ვთქვათ, ისეთი კონკურენცია ხდება მოდელებს შორის, რომ აი ყოველ აი გუშინ წინათ თუ გუშინ მაგალითად Google-მა გამოუშვა ძალიან დიდი პაკეტი ახალი სიახლეების, ინოვაციების. ყოველ კვირას თითქმის ვიღაცის კვირა, უკვე ასე დავარქვათ, ერთი კვირა თუ ChatGPT-სა და OpenAI, მეორე კვირა Grok-ი უშვებს რაღაცა სიახლეებს, მესამე კვირა Google-ი და რაღაცა ეს ყოველ კვირას იცვლება და რაღაცა მოდელები გარკვეულ რაღაცა მიმართულებებით არიან ძლიერები. ერთი თუ სიტყვას მეცნიერებაშია ძლიერე, მაგალითად კლოდი კომუნიკაციის მიმართულებითაა ძლიერი, ტექსტებს აგენერირებს და დავალებებს, პრომპტებს წერს ძალიან კარგად, ასე ვთქვათ, სხვა სტრატეგიას, სხვა Grok-ი მაგალითად ძალიან ძლიერი გახდა ამ ბოლო დროს, ChatGPT-ზე უკეთ რაღაცებსაც კი აგენერირებს და მოკლედ ვერ ვიტყვით ასე ყოველ კვირას შეიძლება შეიცვალოს რაღაცა. ამ კვირას თუ რაღაცა ჭეშმარიტი შეიძლება შემდეგ კვირას აბსოლუტურად შეიცვალოს სიტუაცია. ამიტომ მე ყველას ურჩევ ხოლმე, რომ გამოიყენონ სხვადასხვა მოდელი და არ გამოიყენონ ერთი რომელიმე მოდელი. და მე პირადად ერთსა და იმავე დავალებას ზოგჯერ სხვადასხვა მოდელს ვუგდებ, უკოპირებ, რომელიც თან ეს არ წარმოადგენს რაღაცა დიდ დროს და დიდ რესურსებს, უბრალოდ უნდა ჩამოწეროთ რამდენიმე 3-4 სერიოზული მოდელი და
უბრალოდ უნდა მივცეთ დავალება, ერთი და იგივე დავალება ყველას და დავალოთ პასუხს რა იქნება. კი, აი ის ფაქტი, რომ საკმაოდ ხშირად აპდეიტდება ეს მოდელები და საკმაოდ ახლოს ერთმანეთის თქვათ კონკურენტი მოდელების ახალი ვერსიები, ეს რა თქმა უნდა დაგეგმილად ხდება, იმიტომ რომ ანუ მეტამ ძალიან კარგად იცის OpenAI, როდის უშვებს მაგალითად ახალ რაღაც ფუნქციონალებს და ისინიც აი ამ დედლაინებში მუშაობენ. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან სწრაფად ცვალებადი სფერო არის, დიდი უპირატესობა ენიჭება, რა თქმა უნდა, ვინ უფრო სწრაფად გამოუშვებს ამ ახალ ფუნქციონალებს. ბოლო პერიოდში პრობლემა შეიქმნა ის, რომ როცა ევროკავშირმა გამოუშვა რეგულაციები ხელოვნური ინტელექტის და მაყურებელმა ვინც არ იცის ევროკავშირმა შარშან გაზაფხულზე თუ არ ვცდები გამოუშვეს თქო რეგულაციების პაკეტი ხელოვნური ინტელექტისთვის, სადაც არ იკრძალება, რა თქმა უნდა, არანაირი ხელოვნური ინტელექტის, რა თქმა უნდა, სიოსხლისთვის ახიფათო, რა თქმა უნდა, კი, იკრძალება, თუმცა, ცოტა უფრო დიდი დრო ჭირდება რაღაც ამ ბიუროკრატიას, რომ იქ დაარეგისტრირო მოდელი და იქ რაღაცა დაგიეფრუვონ, რომ კი, შეგიძლია გაუშვა. იქიდან გამომდინარე, რომ ჩინეთს არანაირი შეზღუდვა არ აქვს საერთოდ და იყენებენ აბსოლუტურად ყველანაირ მონაცემს. ჩვენთან ახლა საქართველოში მაგალითად მინიმუმი რეგულაცია რაც გვაქვს, კონკრეტულად ხელოვნურ ინტელექტს არ ეხება უბრალოდ, აი ზოგადად მონაცემთან დაცვის ეს პოლიტიკა გვაქვს. ამიტომ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ჩემი პირადი მონაცემები რაღაცა ტრენინგში არ გამოიყენება. ჩინეთს ესეც არა აქვს, აბსოლუტურად ყველანაირი ბიომასალის, რაც კი რამე მონაცემი არსებობს, თქვენი აბსოლუტურად ყველაფერს იყენებს ჩინელი თავიანთი, ასე ვთქვათ, მოსახლეობის. შესაბამისად, ბევრად უფრო დიდი რესურსი აქვს და ბევრად უფრო კარგად განვითარებული მოდელები აქვს. ამერიკაშიც უფრო თავისუფალი პოლიტიკა არის ამ მხრივ და ამიტომ თითქოს რაღაცნაირად მოიკლო ევროპაში ასე ვთქვათ ამ ხელოვნური ინტელექტის მოდელების განვითარების სიჩქარე. საფრანგეთიც ცდილობს რომ დაეწიოს ეხლა რაღაცნაირად, მაგრამ ჩემი აზრით გამორიცხულია ან ამერიკას ან ჩინეთს ამ მხრივ დაეწიოს ევროპელებს, ჩამორჩა უკვე სერიოზულად. მეტამ ცოტა ხნის წინ თქვა, რომ თავის ახალ მოდელებს არ ჩაუშვებდა ევროპაში სწორედ ამ მიზეზის გამო. ევროკავშირის გარემოში, რომ ეზარებათ რა, ამდენი ბიუროკრატია, ასე ვთქვათ. ამიტომ მაინც ამერიკა და ჩინეთი არის ბევრად უფრო მოწინავე. რა თქმა უნდა ევროკავშირსაც. აქვთ კიდეც ჩამოწერილი მოქვს, მე უბრალოდ არც ხმარობ. აი სახელიც კი არ მახსოვს, იმიტომ რომ მეგონი არასდროს არ გამომიყენებია. როგორც ყოველთვის ყველა მოდელს ვტესტავ და ყველა მოდელს ვიყენებ, უბრალოდ აი სახელიც ვერ დავიმახსოვრე, რა ქვია, თუმცა ჩამოტვირთული მაქვს და ერთხელ შევედი, მე მგონი თუ რაღაცა, არც ვიცი რა შედეგებს ხდებს. თუმცა, ცხადია რომ ეხა მოდელის ხარისხის ნამდვილად არ არის. უმეტესად მაგიტო სან-ფრანცისკოში ან პალო-ალტოში არეგისტრირებენ ხოლმე თავიანთ სტარტაპებს. შეიძლება რაღაცა პატარა ოფისი ქონდეთ იქ ევროპაში, სადაც ინჟინრები ყავდეთ აყვანილი და ასე შემდეგ, მაგრამ თავარი, ეს თქვათ, დარეგისტრირებული ორგანო არის მაინც ხოლმე ამერიკაში, აი მსგავსი AI სტარტაპების, ასე ვთქვათ. ამ რეგულაციებს, რა თქმა უნდა, ცოტა ამაზეც რო ვისაუბროთ, ქონდა თავისი მიზეზი, რატომაც გადაწყვიტა ევროკავშირმა ამ შემთხვევაში, რომ ეს უსაფრთხოება აერჩია განვითარების რაღაცა სისწრაფის საპირწონედ, ასე ვთქვათ. იმიტომ რომ აი განსაკუთრებით როცა გენერაციული ხელოვნური ინტელექტი გაპოპულარულდა, ძალიან რთული გახდა რეალობის და არარეალობის აღქმა, ხო? განსაკუთრებით ისეთი ადამიანებისთვის, რომლებსაც ბევრი ინფორმაცია არ აქვთ ამის შესახებ. მაგალითად, მე არ ვიცი თქვენ გინახიათ თუ არა, აი ბევრჯერ მინახია აკაური რაღაცა ჯგუფები Facebook-ზე, სადაც დაპოსტილი არის რაღაცა სურათი, რომ აი, არ ვიცი, ბავშვმა გააკეთა ეს რაღაცა სათამაშოები, რაღაცა იმისგან, ხისგან და აი, არავინ არ იყიდა და ეხა ეს ბავშვი ზის და ტირის და ეს ხის სათამაშოები ესე ჩალგებული აქ წინ. და ეს არის ძალიან ცალსახად AI generated სურათი. მაგრამ აქვს რაღაცა 15,000 ლაიქი, 20,000 კომენტარი, რომ აი, მე საწყალი ბავშვი და ყოჩახ ბიჭო და ასე შემდეგ და ძალიან რთულია. სერიოზული გამოწვევა, ჩემი აზრით, სამყაროსთვის ეგ deepfake-ი, ასე ვთქვათ, გარკვეულწილად როგორ უნდა განირჩეს, მე ამაზე პასუხი არ მაქვს და საერთოდ რა მოხდება მომავალში ამ მხრივ, იმიტომ რომ მე პირადად ჩემი ქმნით ამიგენერირებია ფოტოც და ვიდეოც, რომელიც აი ვიცი რომ 100 ადამიანიდან 99 ვერ გაარჩევდა, რომ ეს რეალობა არ იყო. მცირე ტექნიკური ჩარევა სჭირდება და შეიძლება აბსოლუტურად მიამსგავსო და
თუმცა არის რაღაცა დეტალები, ასეც თუ დაუკვირდებით, მე ანუ მარტივად შეგიძლიათ მიხვდეთ რა ანუ არის თუ არა სურათი AI generated, იმიტომ რომ აი იქ რაღაცა ძალიან ასე ვთქვათ, არის რაღაცა დეტალები, შეიძლება იქ background-ზე რაღაცა იყოს გაღუნული სიტყვაზე, ხო, აი რაღაცა მსგავსი ისინი, ან ძალიან არაბუნებრივად კარგი ხარისხის სურათი იყოს. ან იქ რაღაცა აი სახეები უჭერს ხოლმე ხშირად ხელოვნურ ინტელექტს, რომ იქ რაღაცა ცოტა თვალი იყოს გაქცეული და ასე შემდეგ. თუმცა ანუ აი როგორ მარტივიც გახდა ამ deepfake-ების შექმნა, ისე მარტივი გახდა პროგრამულად მათი ამოცნობაც. აი ელემენტარული სურათი რომ დააგენერიროთ და ისევ ChatGPT-ს რომ ჩავაგდოთ და კითხოთ, რომ ეს ახლა ხელოვნური ინტელექტის მიერ არის გენერირებული, სავარაუდოდ ყოველ შემთხვევაში 99%-ით რაც მიცდია, ყოველთვის სწორ პასუხს ხვდება, რომ ანუ კი ჩემი გაკეთებულია. შესაბამისად, ანუ რაღაცა ხრიკები არსებობს. თუმცა ეს ვიცით მე და თქვენ და იმ ადამიანებმა, ვისაც აინტერესებს ეს სფერო და არა რაღაცა ჩვეულებრივმა ადამიანმა, რომელიც შეიძლება რაღაცა Facebook-ს სკროლავდეს და უცებ შეხვდეს განსაკუთრებით, ნუ ასაკოვან ხალხზე არის აქ საუბარი, რომელსაც ნაკლები ინფორმაციის ნაკლებობა აქვს ამ სფეროსთან დაკავშირებით. და ნუ ამიტომაც ერთ-ერთი მიზეზი იყო ეს რეგულაციების შექმნა ევროკავშირის მიერ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი რა თქმა უნდა deepfake-ები იყო და ნებისმიერი სახის რაღაცა ისეთი აპლიკაციები აკრძალეს, რომლებიც იყენებდნენ ჩვენს რაღაცა ბიო მონაცემებს ჩვენს გაუფრთხილებლად. ჩვენს გაუფრთხილებლად იგულისხმება, რომ მე რო ტელეფონი მაქვს და რო განბლოკო Face ID რაც არის, ეს არ იკრძალება, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში მე ვიცი, ის რაღაცას მანიშნებს, რომ ეხლა ჩემს სახეს უღებს იმას ანალიზს და ამაზე ნობით ხდება ტელეფონის განბლოკვა, მაგრამ არის ბევრი ისეთი აპლიკაციები, რომლებიც არ აფრთხილებენ ადამიანს, რომ მე ხა შენს მონაცემებს ვიღებ სახის განსაკუთრებით, აი შორიდან კამერა საფიქსირებ და ასე ვთქვათ და რა თქმა უნდა, არ ენდობოდა ევროკავშირი ფილტრებს ანუ AI-სთან დაკავშირებით, conversational AI-სთან კონკრეტულად, ახლა მაგალითად ChatGPT-ს რო ვკითხოთ, რომ აი კაცი როგორ მოკლა, მაგას არ მეპასუხებს, რა თქმა უნდა, თუმცა იყო იქ გაპარული რაღაცა დეტალები, რომ ანუ მე რომ მეკითხა, რომ ესე ჯობია მოვკლა თუ ესე ჯობია, ამას მიპასუხებდა. რომ ეხლა ჩემი აზრით ჯობია რომ ეს სენტიმენტებიცაა ჩართული საქმეში, მე მახსოვს რომ სადღაც წავიკითხე თუ ვიღაცას უყურე, რომელიც ამბობდა რომ ძალიან დიდი ტექსტი აღუწერა, რომ აი ძალიან სჭირდებოდა რაღაცა უსამართლობა მოსთხოვა, არ მახსოვს, რაღაცა ადამიანის მკვლელობაზე, მე მგონი თუ რაღაცა მსგავსი თუ რაღაცა დაყაჩაღებაზე თუ რაღაცა, რომ წინამძღვარი გაუკეთა, რომ ძალიან სჭირდებოდა, ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო, მოკლედ სენტიმენტები აღუძრა და უპასუხა სხვადასხვის ხელოვნურმა ინტელექტმა. იარაღის დამზადებას ეხებოდა საქმე დაყაჩაღებას არ მახსოვს. კი, რაღაცა მსგავსი არ მახსოვს ზუსტად, მაგრამ ხო, ნუ ესეთ რაღაცების გაპარვა ხდება. კი. შესაბამისად, აი იცავ მაგ თემაზე რომ ვისაუბროთ, ну ეს რა თქმა უნდა ცუდია, ამ ყველაფერს რო გვეუბნება და ანუ ეს ფილტრები უნდა ედოს, რა თქმა უნდა, თუმცა ასევე ეს გვანიშნებს იმას, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს როგორ მივწერთ ChatGPT-ს რაღაცას. და ეს არ მხოლოდ ბომბის დამზადებას ეხება, რა თქმა უნდა, ნებისმიერ როცა მინდა რომ რაღაცა დავალება გავაკეთებინო. ძალიან ხშირად ბევრი ადამიანისგან მსმენია, რომ ანუ აი ვერ გამოიყენეს კარგად ChatGPT და აი რაღაცა იმან აურია და ვერ გაუკეთა და ასე შემდეგ. როცა საკმაოდ მარტივ დავალებაზე იყო საუბარი, ამიტომ ხშირად მიწევს იმაზე საუბარი, რომ ყოველთვის ყურადღება მიაქცენ ადამიანებმა, როგორი ფორმულირებით აწვდიან დავალებას. ანუ იმდენად კარგი შედეგი მიიღება, რამდენადაც კარგი დავალება, ანუ კარგად იყო დავალება ფორმულირებული. ანუ იქ მე რო ვუთხრა უბრალოდ, რომ ჰამიდი ახლა დამიწერე, აი როგორ ზერელედაც ვუთხარი, ზუსტად ეგრე ზერელედ გამიკეთებს და ყოველთვის კარგი, ასე ვთქვათ, პრაქტიკა არის ხოლმე, რომ მაგალითებით მივახვედროთ, რომ აი ეს მინდა რომ გამიკეთო, აი მაგალითად ესე. რომ აი ვანახოთ უკვე შედეგი რაღაცის, რომ აქედან მიხვდეს რა ფორმატით გვჭირდება. რაღაცა ნაბიჯ ჩამოვუწეროთ, რომ აი ჯერ ესექენი, მე ესე გააკეთე, მე ესე გააკეთე. ანუ აი როგორც პატარა ბავშვს აუხსნით ნაბიჯ დაღეჭილად, ანუ ზუსტად ესე როცა აუხსნით, რომ აი მე მაგალითად ახლა ვიღაცას რო ვესაუბრები ისეთ თემაზე, რომელიც არ იცის, ხო ისე და უწყებ ლაპარაკს, რომ აი ჯერ ავუხსნი, რას ვაკეთებთ და მე გავუგზავნებ ლაპარაკს. აი ზუსტად ესა იმენა ჩათვალეთ, რომ არ იცის თქვენ რა დავალება გაქვთ აქ, რასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ და რაც უფრო მეტ კონტექსტს მიაწოდებთ, უფრო კარგად დააგენერირებს პასუხს. და თუ მაინც კარგად არ გამოვიდა, არც ის არის პრობლემა, რომ მე ნაბიჯ შევუსწოროთ, რომ ანუ კაი პირველი ნაწილი კარგად გააკეთე, ახლა მეორე ნაწილი შევასწოროთ. და აი რა შეგეშალა. ესეთი რაღაცები არის
ძალიან მნიშვნელოვანი გენერაციულ ხელოვნურ ინტელექტთან, ასე ვთქვათ, ურთიერთობის დროს. ასეთი გამოსავალი ვიპოვე, მე პირადად ჩემ გამოცდილებას გაგიზიარებთ. ერთი მხრივ ვიყენებ ასეთ პრაქტიკას, რომ უბრალოდ სხვა მოდელს ვეკითხები, როცა რაღაცა მინდა და ან მეზარება ან დრო არ მაქვს რაღაცა დიდი დავალების დასაწერად, უბრალოდ სხვა მოდელს ვიყენებ, მაგალითად Grok-ს ვიყენებ ChatGPT-ისთვის ან პირიქით, ვეუბნები რაღაცას უხეშად, ანუ აბდაუბდა ასე ვთქვათ და ის მიგენერირებს დავალებას, რომ მივცე შემდეგ უკვე სხვა მოდელს, ანუ მეორე მოდელს, ამ ერთ მეთოდს ვიყენებ და მეორე მეთოდს ვიყენებ შემდეგს, რომ ChatGPT-ს ვინც არ იცის, მაყურებელმა აქვს პრემიუმ პაკეტში, ანუ ფასიან ვერსიაში აქვს Custom GPT, ასე ვთქვათ, ასეთი რაღაც, ანუ მოდელის შიგნით კიდე მოდელი, რომელიც პერსონალურად ჩვენს თავზე იქნება მორგებული, წინასწარ აძლევ ინსტრუქციას, შენი ინტერფეისი გაქვს და შედიხარ ყოველ ჯერზე და ის უკვე წინასწარ მიცემული ინსტრუქციებით არასდროს არ ავიწყდება. შენი თავის შესახებ რა ინსტრუქციებიც მიეცი და ყოველთვის გიგენერირებს იმას, რაც საჭიროა იმ კონტექსტზე მორგებულად. შესაბამისად, მე უბრალოდ მივეცი, რომ შენ ხარ ჩემი დავალებების გამკეთებელი ადამიანი. მივეცი უბრალოდ ერთი დღე ავდექი, ერთ დღეს უბრალოდ მივეცი ყველანაირი ფრეიმვორკი, ანუ ჩარჩო, დავალებების, რა არის მე უნდა დაიწეროს, როგორ რანაირად, ეს მასალები უბრალოდ მივეცი და გაუწერე დავალება, რომ შენ ინსტრუქცია, რომ შენ აწი იქნები ჩემი დავალებების გამკეთებელი, ასე ვთქვათ, და ყველა ჯერზე როცა მოგწერ, რაღაცა აბდაუბდა კონტექსტს, ანუ რაღაცა ურწინადადებას მოკლედ, რაღაცა შენ ჩამომიყალიბებ ზუსტად ამ სტილში დავალებას და მას მერე მიკეთებს საუკეთესოდ ამას, ანუ მისაზღვრავს ზუსტად ფორმატს და იმ ფორმატის მიხედვით მაძლევს დავალებას. მაყურებლისთვის მინდა ვთქვა ასეთი რაღაცა, რომ შემდგომ ეპიზოდებში ყოველთვის ასეთ რაღაცას, ასეთ პრაქტიკულ რჩევებს, რასაც დავაგენერირებთ, ასე ვთქვათ, ეპიზოდის მანძილზე, ყოველთვის რაღაცა ფორმით ვეცდები, რომ მივაწოდო მაყურებელს ან აღწერაში, ან რაღაცა ფორმას ინტერაქციისთვის მოუნახავ აუცილებლად, სადაც ეს საუბარი საუბრად არ დარჩება და აი გადაითარგმნება უშუალოდ პრაქტიკულ რჩევებამდე, ამიტომ შეუძლია მაყურებელს იყოს მშვიდად ამ მხრივ, რომ ამაზე ძალიან ვიზრუნებ და ძალიან ბევრს ვფიქრობ ამ საკითხზე, როგორ გავაკეთოთ ეს ამბავი. სხვათა შორის აი Custom GPT რო ახსენეთ, ერთი ასე ვთქვათ, სასაცილო ამბავი, რაც გამახსენდა ამაზე და არ ვიცი, აი შეიძლება HR-ებს გამოადგეთ თუ გვისმენენ. მოკლედ, ჩემს წინა სამსახურში ისე მოხდა, რომ 20 ადამიანიდან 100 ადამიანამდე ავედით საკმაოდ მალე. რომ აი ბევრი ხალხი ავიყვანეთ სამსახურში და გვყავდა სულ ეს ერთი გოგო HR-ი, რომელიც აი უბრალოდ აი ძალიან ბევრი საქმე ქონდა, იმიტომ რომ ეს 100-ვე კაცი წერდა, რომ აბა შეუძლება როგორ ავიღო და აბა ხელფასროთის ირიცხება და აბა ეს როგორ ქნა კონტრაქტი რაღაცა და ანუ აი გვიდან იყო გადასული უკვე. და ჩვენმა ინჟინერებმა გავუკეთეს ესეთი რაღაცა, რომ ეს Custom GPT მარტო ისე არ ხდება, რომ შეიძლება ანუ მხოლოდ რაღაცა OpenAI-ის ინტერფეისში არჩება. შეგვიძლია რაღაცა API-ის გამოყენებით ჩავაინტეგრიროთ ნებისმიერ სხვა აპლიკაციაში. ამ შემთხვევაში ჩვენ ეს გავაკეთეთ Slack-ში. Slack-ი არის ჩვენი კომპანიის, ასე ვთქვათ, საკომუნიკაციო არხი, როგორც იქნებოდა რაღაც ნებისმიერ Microsoft Teams-ი სიტყვაზე. ავიღეთ ეს Custom GPT და უთხრით, რომ შენ ხარ ჩვენი HR-ის ასისტენტი. და ჩვენ ახლა მოგაწვდით კომპანიის შესახებ ინფორმაციას, ყველაფერს, რაც უნდა იცოდეს თანამშრომელმა და უბრალოდ ერთი დოკუმენტი იყო, რაც ანუ მაგამდეც გქონდა უბრალოდ ამ ხალხს ეზარებოდა ამ დოკუმენტის წაკითხვა და ერჩივნათ, რომ მიეწერათ ამ გოგოსთვის და ისე ეკითხათ. მივეცით ამ Custom GPT-ის ეს დოკუმენტი, ვასწავლეთ ყველაფერი. და შემდეგ დავამატეთ როგორც რაღაც თანამშრომელი ჩვენს იმაში ამ Slack-ში. და ვუთხარით ახალ თანამშრომლებს, რომ რა მეკითხვა თუ ექნებოდათ, მიეწერათ მასთვის. და რა თქმა უნდა, რაღაცას რომ იწერდნენ, ეს აანალიზებდა ამ დოკუმენტს და იმაზე დაყრდნობით ცემდა პასუხს, რომ ახალ ფასს ჩარიცხება ყოველი თვის ბოლო პარასკევს. რაღაცა ჩვენი რაღაცა კომპანიის დამფუძნებელი არის ეს ადამიანი, რაღაცა ნებისმიერ სახის ინფორმაცია რაც უკვე გქონდა ამ დოკუმენტში და რა თქმა უნდა, ნორმალ ვამატებდით ინფორმაციას გზადაგზა. ყველაფერს და შეეძლო პასუხის გაცემა და თან ეს ხდებოდა მიმოწერის, ასე ვთქვათ, ინტერფეისში რა, რომ უბრალოდ თითქოს თანამშრომელს წერდნენ. და იმდენად კარგად იმუშავა ყველაფერმა, რომ დამატებით მეორე HR-ი აღარც აუყვანიათ და იყვნენ ეს გოგო და ეს ჩვენი Charles-ი დავარქვით მერე ამ Custom GPT-ს. ანუ ესეთ რაღაცებში ძალიან კარგად შეიძლება პირად ასისტენტად გამოიყენო მსგავსი აპლიკაციები. კი, ამ კუთხით კიდე ერთ ჩემ გამოცდილებას მოვყვები.
ნუ ჯერ ერთი ის მინდა თქვა რომ აი HR-ის მიმართულებით ძალიან წარმატებული ერთი სტარტაპი არსებობს საქართველოში, რომელიც ძალიან წარმატებით კი და აუცილებლად ერთ-ერთ ეპიზოდში იქნებიან ჩემი სტუმრები. ძალიან მოხარული ვიქნები ამის დავაბაზე და Costum GPT-ს რაც შეეხება, კიდევ ერთი გამოცდილება ერთ სამსახურში, სადაც მუშაობდი, უბრალოდ ეხლაც მუშაობ. ახალი დაწყებული მქონდა მუშაობა, ძალიან მცირე დრო და ზღვა ინფორმაცია რისი დამუშავებაც იყო საჭირო ჩემგან, რათა ასე ვთქვათ, აზრზე მოსულიყავი რა ხდებოდა და განმესაზღვრა რამდენიმე დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვარ. აქედან გამომდინარე ოპტიმალური ძალიან დამეხმარა ეს და მაყურებლისთვის არის ძალიან პრაქტიკული რჩევა. მივიღე ოპტიმალური გადაწყვეტილება, რომ შევქმნი უბრალოდ Costum GPT, აუტვირთე ყველა საჭირო დოკუმენტი, აი საქმე ეხება რაღაცა ბევრგვერდიან 20-30 გვერდიან ნამუშევრებს, დოკუმენტებს, ასე ვთქვათ, პრეზენტაციებს და ასე შემდეგ, ყველაფერი ერთად მივეცი. რა თქმა უნდა, მანამდე მეც წავიკითხე, მაგრამ ხვდებით, რომ ეხლა ყველაფერს რო წაიკითხავთ, მოკლე დროში ვერ აანალიზებ ყველაფერს, ან ვერ იმახსოვრებ, ან ბევრი ხელი შემშლელი ფაქტორი არსებობს. და უბრალოდ დავარქვი, რომ ეს არის სამსახურის სახელი და ეს ყველაფერი მივეცი, დაამუშავა ყველაფერი, გაანალიზა და იმის მერე ფაქტობრივად მე ხო აბსოლუტურად ყველა შეკითხვაზე პასუხობდა ამ სამსახურში რა ხდება, ან რა ხდებოდა, ან რა იყო მოდელში გათვლილი და ასე შემდეგ. პლუს ამას ნუ სტრატეგიებს იდეალურად აგენერირებს ამის დავაბაზე და აი ყველანაირი კითხვა არ დარჩენილა რაც მჭირდებოდა და აი ყოველ მხრივ დახმარება გამიწია. ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს Costum GPT-ს და მე ყველას ურჩევდი ამის გამოყენებას. ეს ერთი და მეორე Grok-ს არ აქვს ესე პერსონალური ესეც მაყურებლისთვის მინდა აღვნიშნო, რომ Grok-ი ძალიან გაძლიერდა ამ ბოლო დროს, აი რაღაც მომენტებში ChatGPT-ზე ბევრად უკეთეს შედეგებს აცდებს. ეს არ აქვს კონკრეტულად ეს Costum Grok-ი, ასე ვთქვათ, მაგრამ მოდელი იმახსოვრებს ძალიან კარგად რა ინფორმაციასაც აძლევს, გარკვეულწილად დაინტეგრირებულია უკვე ეს Costum შესაძლებლობები. აქედან გამომდინარე, მე ძალიან ურჩევდი მომხმარებლებს, რომ ChatGPT-ის გარდა Grok-იც გამოიყენონ. 4 მოდელი, რასაც ურჩევდი მე ჩემი მხრიდან პირდაპირ, ეს არის ChatGPT, მეორე Grok-ი, მესამე Gemini, ანუ Google-ის მოდელი, რომელიც უძლიერესია ამ კუთხით და მეოთხე Claude, რაც წეგან ვახსენეთ, რომელიც დავალებების გაწერაში და ზოგადად კომუნიკაციებში არის ძალიან ძლიერი. მე ურჩევ ყველას, რომ 4-ვე აპლიკაცია უბრალოდ გადმოწერონ და არ იყვნენ ერთზე ორიენტირებულები, მარტო 4-ვეს მისცენ დავალებები და 4-ვეს ეკომუნიცირონ, იმიტომ რომ როგორც აღვნიშნე, რომელიღაცა კვირას ერთი აძლიერი, მერე მეორე და მერე მესამე და აქედან გამომდინარე ეს დიდ დროს არ მოითხოვს, უბრალოდ მიეცით დავალება ყველას და დაელოდეთ საუკეთესო შედეგს, ასე ვთქვათ. კი, თუმცა არის სხვა აპლიკაციები, სადაც არ გვისაუბრია, რომელიც მოიცავს, ნუ ხო ვისაუბრეთ ტექსტზე, ასე ვთქვათ, მეტაკლებად და დავალებების შესრულებაზე. ეხლა ახალი რაღაცა, ასე ვთქვათ, ტრენდი არის ვიდეოს გენერაცია. ავატარების კონკრეტულად ისეთი ვიდეოები, სადაც ნუ ადამიანი არ არის, მაგრამ ანუ ფიგურა, ვინც საუბრობს ჩვეულებრივად ყველაფრით მიმიკებით, ემოციებით გავს ადამიანს, თუმცა არის გენერირებული და ხმის გენერაცია და ხმის კლონინგი. მაგალითად, მე ჩემი ახლანდელი სამსახური, მაგალითად საკეთებს არის პროფესიონალური ხმის კლონირება. რომელიც გამოიყენება იდეაში დაბინგისთვის, ანუ ქართულად გახმოვანებისთვის და საკმაოდ წარმატებულად ვაკეთებთ ამ ყველაფერს. მაგალითად, ხა ეს პოდკასტი რომ ავიღოთ, ისე გამოიყენებენ ჩვენს ხმებს, რომ ვილაპარაკებთ ინგლისურად, გერმანულად, ნებისმიერ სხვა ენაზე, ჩვენივე ხმებით, ანუ ისევ ჩემი ხმა იქნება და ისევ თქვენი ხმა იქნება, ისევ იგივე ემოციები იქნება ზუსტად. უბრალოდ ვისაუბრებთ სხვა ენაზე და თან ისე რომ ჩვენ არც მოგვიწევს გადათარგმნა, იმიტომ რომ ავტომატური თარგმანი ხდება ამ ყველაფრის. რაღაც ერთი მხრივ მაგალითად ძალიან ბევრი იუთუბერთან გქონდა პირიქით კარგი კოლაბორაცია, იმიტომ რომ ნუ ძალიან ბევრ დროს ხარჯავდნენ იმისთვის, რომ ნამდვილი გახმოვანება გაეკეთებინათ თავიანთ ვიდეოებისთვის და იხა როცა ისეთი რაღაცის შეთავაზება შეგვიძლია, რომ ან წამებში ხდება ეს ყველაფერი და თან საკმაოდ რეალისტური არის, ძალიან უხარიათ, მათ შორის Lex Fridman-ი არის ერთ-ერთი საკმაოდ ცნობილი AI პროფესიონალი, ვინც იყენებს ჩვენ სერვისებს. 11 Labs ქვია, ასე ვთქვათ,
კომპანიას და მეორე არის სინთეზია. სინთეზია ქმნის ვიდეოებს, ოღონდ როგორ რომ ნებისმიერ ენაზე აკეთებენ ისინიც გვინდა რაღაცა სკრიპტი, ტექსტი, რაც ძიძახის ადამიანი, რაც გვინდა რომ თქვას, უკან რაღაცა ან სლაიდი, ან რა ვიცი, რაც გვჭირდება რომ ილაპარაკოს ადამიანმა, რაღაცა ენას მიუთითებთ, ტონს ავარჩევთ, რა ტონით გვინდა რომ ისაუბროს, ამ ავატარს როგორც ჩვენ მოგვინდება, ისეც გავაკეთებთ და შეგვიძლია ჩვენი კლონებიც გავაკეთოთ და მისთვის რა თქმა უნდა ჩვენი მონაცემები ჭირდებათ და იმის მაგერად რომ ხა მე ვიჭდე აქ და მე ვილაპარაკო, გავაკეთებდი ისე რომ ანუ მე ვილაპარაკებდი და ჩემი ხმა იქნებოდა და ის ტექსტი რაც მე ხავ საუბრობ, უბრალოდ დავწერდი ამ ტექსტს და ალბათ ChatGPT-საც გამოვიყენებდი მაგ ტექსტის გენერაციაში კიდე ზემოდან და ჩემი ეფორტი, ჩემი რაღაცა ძალისხმევა ამ ყველაფერში იქნებოდა მინიმალური, თუმცა შედეგი იქნებოდა იგივე. აი მაგალითად ახლა ჩვენს ამ კომპანიაში მელანია ტრამპმა გამოუშვა მემუარი და ჩვენთან კოლაბორაციით ეს სხვადასხვა ენებზე და თავისი ხმით ისე რაღაცას სლავური თქვა ინტონაციით სხვადასხვა ენაზე შესაძლებელი მისივე ხმით თავის მემუარის თქვა წაკითხვა. თუმცა ბევრ ასე ვთქვათ კომპანიას, მცირე კომპანიას უმეტესად აი ხმის ჩამწერ სტუდიოებს და შემდეგ ძალიან არ მოწონთ ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა. თუმცა ასევე არის სეგმენტი, რომელსაც ეს ძალიან უხარია, ეს არის gaming სეგმენტი მაგალითად და კინოინდუსტრია. იმიტომ რომ რაც ნაკლებ ფულს დაახარჯავენ მსახიობებს, ბევრად დაახლოებით 1 წლის წინ წადე ზუსტად ეს ასეთი აპლიკაცია, HeyGen, ხელოვნური ინტელექტი. კი და ნუ მაშინ ვიყავ შოკირებული. ანუ მაყურებელსაც რომ აუხსნათ, უბრალოდ გადავიღე რამდენიმე წუთიანი ვიდეო, მივეცი დასატრენინგ დაუდასტურე რომ ნამდვილად მე ვიყავი მოდელს, რომ ეს რაღაცა სხვისი ვიდეო არ იყო. ამის დადასტურება გავაკეთე ვებსაიტზე, მივეცი და ამის შემდეგ შექმნა ჩემი ავატარი, რომელსაც ნებისმიერ ტექსტს რასაც ვაძლევდი, საუბრობდა, ანუ ნებისმიერ რაღაცას ვასაუბრებდი. 1 წლის წინ გავაკეთე და მაშინ ესეთი სიტუაცია იყო, რომ ინგლისურად აკეთებდა ძალიან კარგად და ქართულად აკეთებდა, მაგრამ უჭირდა. იცით რა, მაგის მერე ფიზიკურად აღარ მიცდია, რომ გავიგო, უნდა ვცადო აუცილებლად, რა შედეგს გამოიღებს, მე როგორც ვიცი, ქართული დაიხვეწა ძალიან ამ კუთხით და შეიძლება რომ გაკეთდეს. იდეალური აი პრაქტიკული რჩევა რომ გავცეთ, ყველაზე კეთილი მიზნისთვის, რაც შეიძლება გაკეთდეს, ეს არის რომ ტრენინგ კურსი შეიძლება შექმნას ნებისმიერმა ადამიანმა, კი, თავისივე გაკეთებული შექმნილი ავატარით და მიცემული მასალებით, რაც სურს. კი, აი კონტენტის გენერირებისთვისაც ისეთი რაღაცა მცირე ბიზნესებისთვის, რომლებსაც არ აქვთ აი რეკლამის გადაღების საშუალება მაგალითად, იმიტომ რომ ნუ შეიძლება არ იყოს ძალიან იაფი რაღაც პროდუქტის რეკლამა, ასე შეიძლება გააკეთონ. მოკლედ აი უფრო კონტენტის შექმნის მხარეს ხდება ეს ყველაფერი. და რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, როცა აი ამდენ სხვადასხვა ენაზე შეგვიძლია ვალაპარაკოთ ჩვენი თავი, მაშინ როცა არ ვიცით. ეს ყველაფერი ძალიან სასაცილო ამბავია. ჩვენი კომპანია ეძებდა გაყიდვების წარმომადგენელს. უბრალოდ ესეთი მოთხოვნა ჰქონდათ, რომ ეს ადამიანი ლაპარაკობდეს ინგლისურად, იმიტომ რომ ან ლონდონში უნდა ყოფილიყო, ან ამერიკაში და ერთ-ერთ ნებისმიერ სხვა ენაზე, რომელიც ჩვენი ასე ვთქვათ, სამიზნე აუდიტორია იყო, ეს იყო გერმანია თუ არ ვცდები, იაპონია და კორეა. და ჩემმა მეგობარმა არ იცოდა არც ერთი ეს დამატებითი ენა, თუმცა გამოიყენა ჩვენივე აპლიკაცია იმისთვის, რომ გასაუბრებაზე ელაპარაკა აი ამ სხვადასხვა ენებზე და ესე აიყვანეს სამსახურში კი, მაგრამ ხო, მოკლედ აი თითქოს რაღაცა ეს კომუნიკაციის ბარიერი ძირღვევა ამ ასეთი აპლიკაციების გამოყენებით და ასეთი აპლიკაციების ხელმისაწვდომობით, რაც ნუ ჩემი აზრით ძალიან კარგია, რა თქმა უნდა. უბრალოდ საით მივდივართ, არ ვიცით ზუსტად, ანუ რას მოიტანს საბოლოოდ ეს, არ ვიცით, მაგრამ ნუ ფაქტია, რომ ეს პროცესი არ ჩერდება და მიმდინარეობს და რაღაცა წერტილამდე აუცილებლად მივართ. ჩემი აზრით, მთავარია, რომ არ დაიკარგოს რაღაცა მაინც გარჩევადობა ადამიანურსა და მანქანურს შორის, ან რაღაცა გამიჯვნა მოხდეს რაღაცნაირი, აი პირწმინდად არც ჩვენ არ გვაქვს ამისი გადაწყვეტა საბოლოოდ, სად მივდივართ და რა იქნება 2 წლის მერე და მე მგონი არც არავის, მაგრამ ხო რაღაცა უნდა მოახერხოთ ადამიანებმა, რომ ეს ყველაფერი იყოს ადამიანის გარშემო და ადამიანისთვის და ადამიანი არ დარჩეს, ასე ვთქვათ, თამაშგარე მდგომარეობაში. მე ასეთი პოზიცია მაქვს, რომ
ანუ ეს ყველაფერი უნდა ხდებოდეს ადამიანისთვის და ადამიანის სასარგებლოდ. კი, რა თქმა უნდა, თუმცა აი ბევრი ადამიანი არ დაგეთანხმებათ ამაში იმ მხრივ, რომ ეს ხო სტერეოტიპი არსებობს, რომ AI ჩაგვანაცვლებს და ბოლოს აღარავის სამსახური აღარ დაგვრჩება საერთოდ. მაინც რთულია დღევანდელი, ასე ვთქვათ, აი ამ გამოწვევისთვის პასუხი, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ ბევრი არავინ არ ჩაუნაცვლებია ჯერ, ანუ მე ყოველ შემთხვევაში არ ვიცი არანაირი ადამიანი, ვინც სამსახური დაკარგაია ის გამო. თქვენ იცით? არა, ასე პირდაპირ არა, მაგრამ ნუ რაღაცა რისკები არსებობს რაღაცებზე, იმიტომ რომ ძალიან აქტიურად განიხილება კოლ-ცენტრების დიდი პატივისცემის მიუხედავად ძალიან აქტიურად განიხილება კოლ-ცენტრების გარკვეულწილად მაინც ჩანაცვლება AI ხელსაწყოებით. არ ვიცი რა შედეგი იქნება და რა ხარისხი დაიდება, მაგრამ ნუ ფაქტი კოლ-ცენტრებზე შემიძლია ის თქვა, რომ ჩემ გამოცდილებაშიც მინახავს არ გაუთავისუფლებიათ ის ადამიანების სამსახურიდან, ვინც რაღაც ოპერატორად მუშაობდნენ, არამედ უბრალოდ გამოუყვეს უფრო მეტი დრო, უბრალოდ გამოიყოთ უფრო მეტი თავისუფალი დრო, იმ მხრივ, რომ ესეთი მარტივი პასუხები, რაც ისედაც აი ძალიან რუტინული და მომბეზრებელი რაც იყო მათთვის, ეს უკვე AI მაიღო თავის თავზე და ცოტა უფრო რთული კონტექსტუალური შეკითხვა თუ იყო, მერე უკვე ამის ამართებდნენ ამ აგენტებთან და შესაბამისად, უფრო, ასე ვთქვათ, კვალიფიკაცია აუმაღლეს ამ აგენტებს. მე ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში, ანუ შედეგი არ არის ის, რომ ვიღაცების სამსახურს დაკარგავენ და ვიღაცას მართლა დაიფაროს ყველა მდგომარეობა გაუუარესდება, არამედ ის, რომ უბრალოდ შეეცვლებათ რაღაცა პირიქით მათთვის იქნება სასარგებლო კვალიფიკაციასაც აიმაღლებენ და ცოტა სხვა მიმართულებებზე იქნებიან ორიენტირებული. ანუ ჩემი აზრით, ეგ მომენტი არ არის არანაირად, რომ ვიღაცები რაღაცა უნდა სახში დაარჩნენ, არავის არ უსურებთ ასეთ რაღაცას და არც მგონია, რომ ესეთ რაღაცა მოხდეს. რა თქმა უნდა, და თან არავის არ ეხალისება ჩემი აზრით რაღაცა ერთი და იგივე რუტინული დავალებების კეთება, რაც არის, არ მოითხოვს რაღაცა აი კრეატიულ რაღაცა ჩართულობას. კრეატიულ ჩართულობაში გულისხმობ, რომ ეხლა მაგალითად Excel-ში უბრალოდ რაღაცა რიცხვების გამოყვანა. მე ხა ანალიზს რო ვაკეთებ ამ რიცხვებით, ეს აბსოლუტურად სხვა საქმეა, მაგრამ აი რაღაცების დათვლა, რაღაცების შედარება, ანუ ამაში დროის ხარჯვა, ხშირად იმხელა ძალისხმევა იდება ხოლმე ამ ყველაფერში, რომ შემდეგ უკვე მთავარი შედეგებისთვის და ანალიზისთვის და მიზნების რაღაცა დასახვისთვის ცოტა დრო რჩებათ ხოლმე ადამიანებს და მე მგონია, რომ პირიქით, ანუ ისე უნდა შევხედოთ, რომ თითქოს რაღაცა ეს პატარა კარგი ასისტენტი გვიზის გვერდზე, რომელიც ანუ შავ საქმეს გვიკეთებს და ჩვენ ვთქვათ, გვიმარტივებს, გვიადვილებს რაღაცა ყოველდღიურ ცხოვრებას, ყოველდღიურ რაღაც სამუშაოს და ანუ პირიქით გვეხმარება და უფრო რაღაცა მეტ ცოდნას გვცემს ჩვენივე საქმიანობაში და ჩვენივე სფეროში, ვიდრე აქამდე გვქონდა. თუ შეგიძლიათ, რომ თქვენი გამოცდილებაც გაგვიზიაროთ, ანი კიდე რა პროექტებზე გიმუშავებთ უშუალოდ პრაქტიკაზე, ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით? რა გამოცდილება გქონიათ უშუალოდ პროცესების დახვეწასა და პროცესების ავტომატიზაციებთან დაკავშირებით, რაშიც დაგეხმარათ ეს და რაღაცა სარგებელი მოუტანია ორგანიზაციებში ამ მხრივ ხელოვნურ ინტელექტს? კი, აი მაგალითად ერთ-ერთი, ვთქვათ, კარგი მაგალითი ამისი არის რაღაცა სამსახურის შიდა რაღაც სისტემების ოპტიმიზაცია. არსებობს ესეთი ხელსაწყო ქვია Zapier-ი, რომელიც ანუ აქამდე არ ჰქონდა AI ფუნქციონალი, თუმცა ახლა აქვს და მოკლედ Zapier-ის როგორც ხელსაწყოს მთავარი ეს თქო ფუნქციონალი იყო, ისეთი აპლიკაციების ერთმანეთთან დაკავშირება და რაღაცების ავტომატიზაცია, რომელიც ანუ ესე ინტეგრაცია ვერ ჰქონდათ ერთმანეთთან, იმიტომ რომ ბევრი აპლიკაცია ვერ ინტეგრირდება ერთმანეთთან რაღაც პროგრამული შეზღუდვების გამო. Zapier-ს როცა იყენებდნენ ადრე, ეს რაღაცა ორი აპლიკაციის ერთმანეთთან დაკავშირება, მაგალითად, Gmail-ი და არ ვიცი, ნებისმიერი რაღაცა CRM-ი რო ავიღოთ, ან HubSpot-ი, ან Salesforce-ი, ნებისმიერი რაღაცა, საქართველოში არ ვიცი CRM-ებში რას ვიყენებთ, თუმცა ნებისმიერი რაღაცა აპლიკაცია, სადაც მაგალითად აი ჩვენი გაყიდვები არის აღრიცხული სიტყვაზე. ამ ორი რაღაცა აპლიკაციის ერთმანეთთან დაკავშირება იყო ხოლმე ძალიან რთული. Zapier-ით რაღაცა პატარა ისინი დაგეწერა ეს გადაბმები ერთმანეთთან და ნუ უკავშირდებოდა ერთმანეთს და იქ რაღაცა ისეთი გაყიდვა ან რაღაცა ტრანზაქცია თუ დაფიქსირდებოდა, უცებ იმეილი მომივიდოდა მნიშვნელოვანი. ძალიან რთული იყო ამის გაკეთება, იმიტომ რომ ბევრი სჭირდებოდა ძალისხმევა და ეხლა როცა დამატეს AI ფუნქციონალი, Zapier-ში შეხვალთ და უბრალოდ ჩაწერთ
მე მინდა რომ აი Gmail-ი და ეს აპლიკაცია დავაკავშირო ერთმანეთთან, იმიტომ რომ მინდა რომ იქ რო რაღაცა ესეთი მნიშვნელოვანი მოხდება, მე უცებ email-ი მომივიდეს ასე და ავუხსნი. და ის თავისით აგენერირებს იმას რა უნდა გავაკეთო, დავაჭერ უბრალოდ რომ კი, მინდა ამის გაკეთება და მოგვარებული არის ეს რაღაცა. ესეთი აპლიკაციების API-ი ამ შემთხვევაში ნუ არ პირველი, იმიტომ რომ თან უფასო ვერსიებიც არის და თან ფასიანი ვერსიებიც, რომელიც საკმაოდ ხელმისაწვდომია. გაგიმარტივებთ აბსოლუტურად ყველაფერს, იმიტომ რომ ანუ ძალიან მარტივად აუხსნით, რისი გაკეთება გინდათ, როგორც ChatGPT-ს ველაპარაკებით ისე და ესე მოკლედ გადაგვიბავს ამ ბევრ რაღაცა task-ებს ერთმანეთზე. ChatGPT-ს გამოყენებაც შეიძლება ამ ყველაფერში რა თქმა უნდა თუ ძალიან სენსიტიური რაღაცა ინფორმაცია არ გვაქვს კომპანიის დოკუმენტებში და ამას ვუზიარებთ ChatGPT-ს, თუმცა მონაცემების ანალიზი ძალიან კარგად გამოსდის. თან შეგიძლიათ რომ რაღაცა Excel-ის ფაილი აუტვირთოთ პირდაპირ და უბრალოდ კონტექსტი უთხრათ ამ რიცხვების და მაგალითად რომ აი მითხარი, აი, არ ვიცი, ყველაზე გამორჩეული მონაცემი აქვს და ან შემიჯამე, ან რა უნდა გავაკეთო იმისთვის, ან რჩევების მისაღებადაც საკმაოდ კარგი ასისტენტი არის, რომ მკითხო, რომ რა უნდა გავაკეთო იმისთვის, რომ აი გავზარდო, აი ამაზე დაყრდნობით ჩემი გაყიდვები და ასე შემდეგ. მოკლედ, შიდა მსგავს ორგანიზაციულ საკითხებში ნებისმიერი ანალიტიკური AI ხელსაწყო დაგეხმარებათ, მათ შორის ავტომატიზაციაში, იმიტომ რომ ახლა უკვე მაგალითად აი Google Sheets-საც კი დაემატა შიგნით AI ფუნქცია, ანუ ნელ-ნელა აბსოლუტურად ყველა ორგანიზაციული ხელსაწყო, რასაც ვიყენებთ, ყველაფერს დაემატება AI ფუნქციონალი, რაც ამ ავტომატიზაციას კიდევ უფრო გაადვილებს ჩემი აზრით. რას ურჩევდით მაყურებელს ყველაზე მეტად აი ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ამ კუთხით აი საიდან დაიწყოს ან როგორ ან რა პრინციპით მიუდგეს ამ ყველა საკითხს თქვენი აზრით? აი ზოგადად ვისაც ორგანიზაციულ ამბებში ჭირდება დახმარება, ვურჩევდი, რომ აი პირველი კითხვა, რომელიც თავის თავს უნდა დაუსვან, არის ის, რომ აი რაზე ვხარჯავ ყველაზე დიდ დროს და რა მიჭირს ყველაზე მეტად სამსახურში, რასაც ვაკეთებ. და როცა ამის იდენტიფიცირება მოხდება, მე უკვე შეგვიძლია გამოვიყენოთ კონკრეტული ხელსაწყოები. თუ არ ვიცით საიდან დავიწყოთ და რაღაცა ამისთვისაც შეგვიძლია გამოვიყენოთ ChatGPT, ავხსნათ ჩვენი სიტუაცია და ვკითხოთ, რომ საიდან დავიწყო. ძალიან კარგად ესე თქვა ჩამოგვილაგებს რელევანტურ მასალებს, წყაროებს, ინფორმაციას და ასე შემდეგ. თუმცა მე მაინც ვფიქრობ, რომ ყველაზე კარგ შედეგს წავარჯიშება და უშუალოდ გამოყენება ასე ვთქვათ, თვითონ ხელსაწყოების გამოყენება პირდაპირ გვაძლევს ყველაზე კარგ შედეგს, იმიტომ რომ ნუ მე კი წავიკითხავი იქ რა როგორ უნდა ქნა და რაღაცა, მაგრამ აი ჩემით როცა ნელ-ნელა ვცდილობ რაღაცა ამ კომუნიკაციაში შესვლას და ჩემით ვხვდები, როდის რანაირ პასუხს მიბრუნებს და როდის რას აკეთებს, ესე უფრო მარტივად ვსწავლობ, ასე ვთქვათ, გამოცდილებით მსგავსი ხელსაწყოების გამოყენებას. კი, და საერთოდ ვფიქრობ, რომ მარტო ბევრი მიფიქრია მაგ საკითხზე და ბევრიც ამიკითხავს, რომ აი მართლა საიდან უნდა დაწყება, საიდან უნდა მოხდეს და პრობლემა არ არის მარტო რაღაცების ავტომატიზაცია და რაღაცა ხელოვნური ინტელექტის დატრენინგება. ზოგჯერ პრობლემა აქვთ ადამიანებს, რომ თავიანთ სამუშაო პროცესშიც ბოლომდე ვერ ერკვევიან გარკვეულწილად და აი არსობრივად იდეურად ვერ ხვდებიან, რომ მართლა სად თქვენ თქმის არ იყოს, სად შეიძლება დაინტეგრირება ხელოვნური ინტელექტის და რა მხრივ გამოყენებას და თქვენ ვეთქვით და მე ეგ მგონია საუკეთესო გამოსავალი მანდ, რომ ამ შემთხვევაშიც ხელოვნური ინტელექტი გამოვიყენოთ და უბრალოდ ჩავეკითხოთ და ჩავეძიოთ, რომ აი ეს არის ჩემი მთელი მოცულობა, ჩემი სამუშაოსი და აი სად შეიძლება რომ გამოვიყენოთ, რა კუთხით შეიძლება რომ გამოვიყენოთ, რა ხელსაწყოები, ანუ იდეურად ავეწყოთ, თავიდან ვისაუბროთ და შემდეგ უკვე გადავიდეთ პრაქტიკულ ნაწილზე. ეს ყველაფერი თითქოს რთული ჩანს, მაგრამ აი მართლა ხელოვნურმა ინტელექტმა იმდენად გაამარტივა ყველაფერი, რომ აი მართლა ზოგჯერ საათების საქმეა ეს ყველაფერი და უბრალოდ საჭიროა ერთი კარგი ჩაჯდომა ხელოვნურ ინტელექტთან, საუბარი, აღწერა, ახსნა იმისა, რომ როგორია მათი სტილი მუშაობის და ძალიან ბევრ რეკომენდაციას და რჩევას იღებენ ამ კუთხით. კი, თან ასე უნდა გავითვალისწინოთ, რომ აი მსგავსი ტიპის ხელოვნური ინტელექტის სახით ყოველთვის გვეყოლება რაღაცა ეს ვირტუალური ჩვენი, ასე ვთქვათ, საქმიანობის ექსპერტი. იმიტომ რომ ანუ ძალიან ჩვენზე გაცილებით ბევრად მეტ რესურსთან აქვს წვდომა ამ მოდელებს და ბევრად უფრო სწრაფად შეუძლიათ ფიქრი. შესაბამისად
შეიძლება მეწლები ვიყო ამ სფეროში, მაგრამ მან მაინც რაღაც ახალი მითხრას, იმიტომ რომ ისეთი რესურსი ქონდეს, რაც მე არც ვიცოდი რომ არსებობდა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ადამიანის მახსოვრობა და შესაძლებლობები მაინც არის ლიმიტირებული, კრეატიულობას არ გულისხმობ, რა თქმა უნდა, მოდელებთან შედარებით და აი ამ ხრივ ბოლომდე უნდა ვთქვათ გავწუროთ და გამოვიყენოთ ესეთი მოდელები, იმიტომ რომ ეს არის ერთადერთი რაღაცა, რაშიც ისინი ჯობნიან, ასე ვთქვათ, ადამიანებს სისწრაფე და მახსოვრობა. სხვა არაფერი. ანი, როგორც თავშივე აღვნიშნე, ანი არის საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის თანათავმჯდომარე და თანადამფუძნებელი და მე მგონი ანი ყველაზე უკეთ ერკვევა ამ საკითხში. მოკლედ რო შეგვიჯამოთ და გვითხრათ საქართველოში რა სიტუაცია ამ ხრივ სად ვართ რეალურად ამ წუთში, აი მსოფლიოში რაც ხდება ვიცით და როგორი შეჯიბრი ხდება, მაგრამ აი საქართველოს სად არის ამ კუთხით, აი ამ რო გავხსოთ ხაზი და მნიშვნელოვანი მომენტები რომ გამოყოთ აქ. ორ ნაწილად დავყოფ ამ კითხვას. ერთი უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში ყავს ძალიან კვალიფიციური კადრები ხელოვნური ინტელექტის და ზოგადად პროგრამული უზრუნველყოფის განხრით. იმიტომ რომ ჩვენ ყავს ადამიანები, რომლებიც მუშაობენ Google-ში, Pinterest-ში, რაღაცა Apple-ში, Microsoft-ში, ძალიან ბევრი ახალგაზრდათან, ვინც უშუალოდ ჩართულია ამ მოდელების განვითარებაში, რაც არის ძალიან მაგარი, რა თქმა უნდა. სტარტაპებს რაც შეეხება, გვაქვს ძალიან ბევრი უკვე დაიწყო, ასე ვთქვათ, ტალღა ქართული სტარტაპების და ადამიანების, ვინც დაინტერესებულები არიან ხელოვნური ინტელექტის შესწავლით და თვითონ რაღაცის შექმნით. გვაქვს სტარტაპი, როგორც თქვენ ახსენეთ, Helio AI, რომელიც HR-ის მიმართულებით სპეციალისტება, გვაქვს სტარტაპი, რომელიც ვიდეოების შექმნის მხარეს სპეციალიზირდება, ასევე გვაქვს ქართული ენის მოდელიც, რომელსაც აკეთებენ ქართველები და საკმაოდ კარგი შედეგი აქვს უკვე გამართულად ბოლოს რაც ვნახე ძალიან გამართულად ლაპარაკობდა ეს მოდელი და ზღაპრების გენერაციაც შეეძლო რაღაც ამ სტილში. და თვითონ კომპანიები, დიდი კომპანიები ადრეს ეს ტრენდი იყო, რომ ძალიან ეშინოდათ და არ უნდათ AI-ის გამოყენება, იმიტომ რომ არის, ეგონათ რომ დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული და ადრე მართლა იყო დიდ თანხებთან დაკავშირებული, ეხლა უფრო ხელმისაწვდომი და კიდევ უფრო იაფი გახდა ეს ყველაფერი და დიდი წინაღობა მოდიოდა უშუალოდ კომპანიის რაღაცა ზედა რგოლებიდან, რომ აი რა თქვინდა, როგორც გვაქვს ახლა ყველაფერი მუშაობს და ზოგადად ტექნოლოგიურ პროექტებზე მას ესწრება რეზისტენტობა ძალიან დიდი კოლექტივებში. თუმცა მე მიხარია რომ ამ კომპანიებმა, წამყვანმა კომპანიებმა ქართულ ბაზარზე გაიაზრეს რომ ეს არ არის ცუდი და პირიქით ეს მათ მისცემს რაღაცა დამატებით, ასე ვთქვათ, პლუს ერთ რაღაცა არ ვიცი advantage უპირატესობას სხვა კომპანიებთან შედარებით და ამიტომ ეხლა უკვე დასწრებაზე არიან დიდი კომპანიები რომ აბა რომელი უფრო პირველი შეიმუშავებს ამ ყველაფერს ჯერჯერობით უმეტესად ეს ყველაფერი ხდება შიგნით ორგანიზაციის ასე ვთქვათ შიდა რაღაცების ავტომატიზაციისთვის და დროის და ენერგიის და ფულის დაზოგვისთვის რა თქმა უნდა თუმცა არიან კომპანიები, რომლებიც ცდილობენ რომ უფრო ფართოდ რაღაცა ხალხისთვის ხელმისაწვდომი პროდუქტიც შექმნან ამ ყველაფრით. ვერ ვიტყვი სამწუხაროდ ამ კომპანიების სახელებს, იმიტომ რომ ჯერ კიდევ ამ მოფიქრების და რაღაც შექმნის პროცესში არიან, თუმცა იციან, რაც თავარია, რომ ამას თუ არ იზამენ ნელ-ნელა, ასე ვთქვათ, შეუმცირდებათ ეს უპირატესობა ბაზარზე. ფაქტია, რომ ხელოვნური ინტელექტის მომავალი ჩვენი ეპიზოდი დასასრულს მიუახლოვდა ძალიან დიდ მადლობას გიხდი, ანი, რომ პირველი სტუმარი იყავი ჩვენს პოდკასტში, საკმაოდ ბევრს ნიშნავს ეს ჩემთვის და ჩვენთვის. მინდა რომ მაყურებლებს მივმართო, როგორც თავიდან აღნიშნე, ძალიან დიდ ყურადღებას გავაქცევთ, რომ ძალიან პრაქტიკული რჩევები გავცეთ და რაღაცა სარგებელი შეიქმნას მაყურებლისთვის, ძალიან ბევრი პრაქტიკული რაღაც ვთქვით ამ ეპიზოდში, თუმცა როგორც წეღანაც დავპირდი და კიდევ ვიმეორებ, რომ მოუძებნი აუცილებლად გარკვეული ინტერაქციის ფორმას, როგორ უნდა ეს საუბარი, როგორ უნდა გარდაიქმნას კონკრეტულ პრაქტიკულ რჩევებამდე, რაღაცა ფორმით მივაწვდი ამას აუცილებლად ამ რჩევებს, რაც იქნება ჩვენს ეპიზოდებში, ხელოვნური ინტელექტთან დაკავშირებით და კონკრეტულ მითითებებს აუცილებლად რაღაცა ფორმით მივაწვდი მომხმარებლებს და
კიდევ ერთხელ მიგმართავ მოხარებელს და ვთხოვ, რომ გამოიწერონ ჩვენი არხი და დაგვიტოვონ შეფასებები აუცილებლად, იმიტომ რომ გავითვალისწინებთ ძალიან ბევრ საკითხს, რასაც გვირჩევენ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ანი და შემდეგ ეპიზოდებში ძალიან ბევრი სტუმარი გველოდება, ძალიან გრძელი სიაა. ძალიან ბევრ საკითხს შევეხებით. პირველ ეპიზოდში რაც ზოგადად განვიხილეთ, უფრო ჩაუღრმავდებით, უფრო დეტალებამდე ჩავალთ, უფრო კონკრეტიკამდე ჩავალთ და თითოეული ეპიზოდი, ჩემი აზრით, იქნება ბევრად უფრო მაღალი ხარისხის ვიდრე წინა ეპიზოდი და ასევე კიდევ ერთხელ რაღაცა მინდა გითხრათ, რომ თქვენ ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის თანათავმჯდომარე ხართ, ძალიან კარგ საქმეს აკეთებთ და ძალიან დიდი წარმატებები მინდა გისურვოთ, იმიტომ რომ საქართველოში, ასე ვთქვათ, ცენტრი ხართ, ვინც აერთიანებს ყველაფერს, რაც კი ხდება ამ მიმართულებით, ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით და მოხალისეობრივია თქვენი ეს სამუშაო და ძალიან დიდი წარმატებები მინდა გისურვოთ ამ მხრივ. მადლობა და წარმატებები თქვენც, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია ესეთი ტიპის საინფორმაციო, ასე ვთქვათ, წყაროები, განსაკუთრებით ისეთი ადამიანებისთვის, ვინც არ არიან ჯერ გარკვეულები ბოლომდე ამ სფეროში და უნდათ რომ საიდანღაც, ვთქვათ, დაიწყონ.